საღამოშობისა. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო International Institute of Business Analysis AAC სერტიფიკატის რესერტიფიცირებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შენს მიერ გამოცდის დღეს, როდესაც გამოცდა დანიშნე და გამოცდა ჩააბარე და სერტიფიკატი იმ დღეს მოგდის და რეალურად სერტიფიკატი მეორე ან მესამე სამუშაო დღეს რომ მოგივიდეს, ეწერება ის თარიღი, რომელ რიცხვში შენ გამოცდაზე გახვედი. ამიტომ ის დღე და ის რიცხვი, როდესაც გამოცდაზე გახვედი, იქიდან მოყოლებული 1 წელიწადის ვადაში შენი სერტიფიკატი არის ვალიდი და ძალაშია, ხოლო 1 წლის შემდეგ ამას გადის ვადა. გრეის პერიოდი აქვს, რომ რესერტიფიცირება გააკეთო და AI-ის შემთხვევაში ეს არის 4 თვე. და ყოველ წლიურად უნდა დალოგო 4 CDU-ს. და ეს საათები, 1 CDU შეიძლება იყოს 1 hour ნამუშევარი ან ნასწავლი. არის ინდივიდუალური სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით, თუ დაგაინტერესათ ამაზე დამიკავშირდით და ცალკე გავიაროთ, ან ცალკე ვიდეოც შემიძლია ჩაგიწეროთ, პრინციპში არ არის პრობლემა. ეს სამუშაო საათების, თქვა, შენი personal development hour-ები და ასე შემდეგ შეგიძლია მოაგროვოს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით. IIBA-ს აქვს შემუშავებული handbook-ი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ეს ინფორმაცია. მომწერეთ და გაგიზიარებთ ამ handbook-ს, მოგაწვდით. ერთი ცუდი ის არის, რომ ძალიან მარტივად volunteer job-იდან მსგავსი საქმიანობებით ხალხმა შეიძლება დააგროვოს IIBA-დან ეს CDU-ს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ ყავს IIBA-ის ჩაპტერი, წარმომადგენლობა არ აქვს, ჩვენ შემთხვევაში ქვეყნის ჩაპტერის მოხალისე ვერ ვიქნებით და ამიტომ ეს შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ თუ International IIBA-ის ჩაპტერის volunteer-ები ვართ, შეგიძლიათ იქ თქვენს მიერ გაწეული რაღაცა ტრენინგი წაიკითხეთ, ვებინარს დაესწარით, თუ ასე შემდეგ, volunteer საქმე ჩაიწეროთ CDU-ებში და ამით გადაფაროთ. სხვადასხვა, ისე ვთქვათ, კატეგორიები არის რა, პროფესიული development საათები, სადაც რა ტრენინგები გაიარეთ, ის უნდა ჩამოწეროთ ბიზნეს ანალიზში და agile business analysis-ში და ეს უნდა იყოს IIBA-ის აკრედიტირებული სატრენინგო ცენტრები, რომლებმაც სატრენერო ცენტრები, რომლებიც გასცემენ სერტიფიკატს და რამდენი საათიც ეწერება ამ სერტიფიკატ, რამდენი საათიც დაესწარი ამ ტრენინგს, ვთქვათ, იმდენი ვენავებმის CDU-ს გეწერებათ. შეიძლება ისე იყოს, ეს როგორ არის ცით, ძალიან განსხვავებული არის შენი მოსმენილი ტრენინგის 1 საათი თუ არის შენი 1 CDU სამუშაო ისტორიაში, work history-ში არის ძალიან სასაცილო. 1 CDU არის შენი 4 ნამუშევარი business analysis work. ანუ შენ რომ 1 CDU დალოგო, როგორც შენი work history, რომ მე ვმუშაობ არ ვიცი, TBC-ში, ბოგში, ბიზნეს ანალიტიკოსად და 400 საათი არის შენი ნამუშევარი 400 ბიზნეს ანალიზის საქმიანობაში არის 1 CDU, ანუ ძალიან ბევრი დალოგო 2000, 3000 და ასე შემდეგ. ამასთან არ შეგიძლია რომ მარტო სულ work history დალოგო, რომ მე მთელი წელი ეს 20 CDU დავაგროვე ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობაში. არ შეგვიძლია სამწუხაროდ. პროცენტულობით არის, რომ 5-10% უნდა იყოს personal development hour, რაღაც ნაწილი უნდა იყოს work history, რაღაც სამუშაო, რაღაც CDU-ები უნდა დააგროვო სხვადასხვა შენი პროფესიული აქტივობებით, რასაც ახორციელებ ისევ ოღონდ IIBA-ის ჩაპტერის ჭრილში, რაც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს, ან წიგნი დაწერე, co-ავტორი ხარ ამ წიგნის ტექსტბუქი გამოეცი, დააპაბლიშე, მან შეგიძლია გამოიყენო გარკვეული CDU-ები და ასე შემდეგ. მოკლედ, გამოცდის ჩაბარება თუ გეგონათ, რომ რთულია და ბევრ დროს და რესურსს და ენერგიას მოითხოვს, რომ ეს გამოცდა ჩააბაროთ და სერტიფიცირებული agile business analytics-ი გახდეთ, მე მგონი არანაკლებ რთულია, რომ ეს სტატუსი შემდეგი წლების მანძილზე შეინარჩუნოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება გიწევთ, დამატებით ყოველწლიურ ფინანსურ რესურსაც დებთ.
ეს ალბათ ხარკია, ხარკს უხდით IIBA-ის, რომ ძალაში იყოს ჩვენი სერტიფიკატი. არ გამიგონ. ხო და მოკლედ ესეთი ამბები არის IIBA-ის რესერტიფიცირებაზე. ზოგადი ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეთ. რა მოგელით წინ თუ ამ გამოცდას ჩააბარებთ.